მოგებებთან. და დღის სხვა თემები ზამთრის ოლიმპიური თამაშები ხვალ თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ზამთრის მთავარ სპორტულ შეჯიბრზე საქართველოს სახელით 4 ქართველი ოლიმპიერი ესპარეზებს. ქართულ დელეგაციის წევრებთან ერთად სოჩი მოთხილამურეები ნინო ციკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიანიძე უკვე გაემგზავრნენ. სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ ქალაქში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც დარჩება. ოლიმპიელები დღეს დილით მხარდამჭერებმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა გააცილეს. სოჩში 14 თებერვალს ელოდებიან ელენე გედევანიშვილს. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე კი ნინო ციკლაური იქნება. თქმა უნდა დიდი გვაქვს მივდივართ ძალიან კარგი დადებითი ემოციებით რაც შეეხება ეს ოლიმპიადა რო ტარდება სოჩში ანუ ყველანაირად როგორც წინა წლებშიც გავიმეორეთ მივდივართ ისე როგორც ოლიმპიურ თამაშებში და ვეცდებით რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და წარმატებით დაბრუნდეთ უკან მედროშეობა რა თქმა უნდა ეს ჩემთვის დიდი პატივია და ვეცდები რომ კარგად წარმოაჩინე ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა. მე მინდა წარმატება უსურვო სპორტსმენებს, მცველებს, ჩვენ დელეგაციას, რომ აჟიოტაჟი ძალიან დიდი იყო, თუმცა ალბათ ყველაფერი ჩაცხრება, როცა დაიწყება სპორტული შეჯიბრება, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყურადღება სპორტულ შედეგებზე გადავიტანოთ. ზამთრის სახეობები არ არის განვითარებული. ჩვენი შედეგი იქნება ალბათ მაქსიმუმს აჩვენებენ ჩვენი სპორტსმენები, რაც აჩვენეს წინა შეჯიბრებებში. და ძირითადად ახლა ჩვენ მედლებზე არ გვაქვს ილუზიები, მაგრამ ვფიქრობ, რომ კაი შედეგებს აჩვენებენ და გაუმჯობესებენ თავის მონაცემებს. ვაშინგტონი